დღევანდელი დღის თემა. წამოიყვანათ არამ თავისი ძეები აბრამი და ნაქორი, თავისი შვილიშვილი, არანის ძე ლოთი და დაატოვებინა მათ ქალდეველთა მიწა ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მივიდნენ ქარანში და იქ დამკვიდრდნენ. მადლიერი ვარ, რომ თქვენ გუშინაც სიხარულით მიიღეთ სწავლება ლოცვის შესახებ და დღესაც ასე გულმოდგინეთ ისწრაფოდით მოსასმენად. ეს ჩვენს გულმოდგინებასაც შეეწევა და გვაქეზებს, რომ უხვის სულიერი ნადიმი შემოგთავაზოთ. ასევეა მიწათმოქმედიც. როდესაც იგი ხედავს, რომ მისი ყანა უხვად დათესილ მარცვალს აღმოაცენებს და მდიდრულ მკას ჰპირდება, ყოველდღიურ ძალისხმევას არ დაიშურებს, ზრუნვას არ მოაკლებს, დღითა და ღამით თვალს არ მოაცილებს, რომ მისი შრომა რამემ არ დაღუპოს. სწორედ ასე ვარ მეც. როდესაც თქვენ სულიერ ყანას ამწვანებულს და სულიერ თესლს, თქვენი სულის ნიადაგში ჩათესილს ვხედავ, მხიარულობ და მიხარია. ამავე დროს ძალიან ვღელავ კიდეც, რადგანაც ჩვენი ცხონების მტრისა და მოწინააღმდეგის მზაკრობა კარგად ვიცი. ისევე როგორც მეკობრეები, 1000 გვარი საქონლითა და გამოუთქმელი სიმდიდრით, სავსე გემის დანახვაზე ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, რათა მთელი ტვირთი ჩაძირონ, მეზღვაურებს ყველაფერი დააკარგინონ და ღატაკებად გადააქციონ. სწორედ ასევეა ეშმაკიც. იმის გამო, რომ ადამიანმა დიდი სულიერი სიმდიდრე დააგროვა, რომ ხურვალეა მისი გულმოდგინება, ფხიზელია გონება და ყოველდღიურად მდიდრდება კიდეც, იმ ავაზაკის მსგავსად ბრაზობს და კბილებს აღჭენს, ბოლთას სცემს და 1000 გვარ მზაკრობას იგონებს, რათა რამენაირად მოგვიდგეს, გაგვაშიშვლოს და გაგვძარცვოს და მთელი სულიერი სიმდიდრე მოგტაცოს. ამიტომაც გთხოვთ, ვიფხიზლოთ და რამდენადაც გამრავლდება ჩვენი სულიერი მონაპოვარი, იმდენადვე ვესწრაფოთ სულიერი სიფხიზლის გაძლიერებას. ყოველი მხრიდან გადაუკეტოთ გზა ეშმაკს და კეთილი ცხოვრებით მოვიხვეჭოთ საღვთო მადლი, საკუთარი თავი ეშმაკის ისრებისთვის მიუწვდომლად მაღალი გავხადოთ. ეს ცვიერი არსება სხვადასხვაგვარ სასჯელს იყენებს. როდესაც ჩვენი ბოროტებისკენ მიზიდვა და ტყუილით მონადირება არ შეუძლია, ძალას არ გვატანს, არ გვაიძულებს, არა, მხოლოდ გვატყუებს და როდესაც ნახავს, რომ უზრუნველად ვართ, მაშინ დაგვაბრკოლებს, ხოლო თუ ჩვენს ცხონებას აშკარად ცოდვებით ვერა ავნო, მაშინ ხშირად თვით ჩვენივე სათნოებები ჩუმად მოგხიბლავს და ასე ღუპავს ჩვენს ქონებას. რას ნიშნავს ეს ჩემი სიტყვები? აი, ეს კარგად უნდა განმარტოთ, რადგანაც როდესაც მისი ხერხი და ხრიკები გვეცოდინება, მოვერიდებით და ვერაფერს გვავნებენ. ამგვარად, როდესაც ის ნახავს, რომ აშკარად ცოდვისაკენ ჩვენი მიდრეკა ძნელია, რომ მაგალითად თავშეუკავებლობას გაურბივართ და უმანკოება შევიყვარეთ. ასევე გძულს ანგარება. ვერ ვიტანთ ტყუილს. არად ვაგდებთ სიამოვნებას, რომ თავი ლოცვასა და მარხვას შევწირეთ და საზრუნავად მოწყალების გაღება გადაგვცევია. მაშინ ეშმაკი მოიგონებს ახალ მზაკრობას, რომლის საშუალებითაც გადაწყვეტს, მთელი ჩვენი სიმდიდრე დაღუპოს და მრავალი ჩვენი სათნოება უნდა ყოფოთ დატოვოს. იმ ადამიანებს, ვინც დიდი შრომის შედეგად ყველა საცდურის გადალახვა მოახერხეს, საკუთრის სათნოებებზე მაღალ წარმოდგენებს ჩააგონებს და აიძულებს, რომ ადამიანთა შორის დიდება ეძიონ, რათა ამით ჭეშმარიტ დიდებას მოაკლდნენ. და მართლაც, ვინც სულიერ ღვაწლს შეძდგომია და ამით ადამიანურ დიდებას მიელტვის, გამოდის, რომ იგი ამ ქვეყნადვე იღებს ჯილდოს და ღმერთი მისი მოვალე აღარ არის. კაცთაგან ქება, რომელიც მას სურდა კიდეც, უფლისაგან აღთქმულ დიდებას დააკარგვინებს, რადგანაც სამყაროს შემოქმედისაგან განდიდებას, მან თავის მსგავსთაგან განდიდება არჩია. და თავად უფალიც პირველ რიგში სწორედ ამას ასწავლიდა, როგორც ლოცვის, ისე მოწყალების შესახებ. იგი ბრძანებს, როდესაც მარხულობ იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩვენო კაცთა მარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად. და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. და კიდევ ამბობს, რაჟამს იქმოდი ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყვით ქუენ, მიუღები ეს სასყიდელი მათი. ხედავ, აქაური დიდების მძებნელი როგორ კარგავს იქაურს. და პირიქით, სათნოებათა ფარულად მოქმედი საშინელი სამსჯავროს დღეს უფლისაგან უეჭველად მიიღებს ჯილდოს. ნათქვამია, მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. ანუ, არც ერთი კაცი რომ არ გაქებს და შენი სათნოებების შესახებ რომ ვერავინ იგებს, ამაზე კი ნუ იფიქრებ. იფიქრე იმაზე, რომ გავა დრო და უფალი თავისი სიუხვით გიწყალობებს დიდებას. გვირგვინით შეგამკობს. სათნოებათა მოღვაწებისთვის დაგაჯილდოებს და თანაც არა საიდუმლოდ, არა დაფარულად, არამედ მთელი კაცთა მოდგმის წინაშე ადამიანიდან მოყოლებული ქვეყნიერების აღსასრულამდე. რით გაიმართლებენ თავს ისინი, ვინც, თუმცაღა სათნოებათა ღვაწლი იტვირთეს, მაგრამ თავიანთივე მსგავსი ადამიანებისაგან მინიჭებული დროებითი, უმნიშვნელო და ამაო დიდების სანაცვლოდ ზეციურ დიდებას მოაკლდნენ. ამიტომ, გთხოვთ, ვიფრთხილოთ და თუ კი რაიმე სულიერი საქმის გაკეთებას მოვახერხებთ, ყველანაირად ვეცადოთ მის გადამალვას საკუთარი სულის საცავებში. რათა უფლის დაუძინებელ თვალთა წინაშე დავიმსახუროთ ქება, რათა კაცობრივი და ხშირად მლიქვნელური დიდების გამო საუფლო დიდების უღირსები არ გავხდეთ. ერთნაირად დამღუპველი და ჩვენი ცხონების მტერია, როგორც კაცთათვის თავის მოსაწონებლად აღსრულებული სულიერი საქმეები, ასევე მაღალი წარმოდგენა ჩვენ სათნოებებზე. ამიტომაც ვიფხიზლოთ და ვიფრთხილოთ.
გამუდმებით საღვთო წერილის დახმარებით ვისარგებლოთ, რათა ამ დამღუპველმა ვნებებმა, დიდების მოყვარეობამ და ქედმაღლობამ არ დაგვატყვევოს. თუნდაც აურაცხელი ღვაწლი იტვირთოს კაცმა და ყოველგვარ სათნოებას აღასრულებდეს, თუ იგი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენას შეიქმნის, ყველაზე საცოდავი და უბედური ადამიანი იქნება. სწორედ ამას ცხადყოფს ის, რაც ფარისეველს შეემთხვა. ის მეზვერესთან შედარებით თავს იმაღლებდა და უცებ მეზვერეზე დაბლა აღმოჩნდა. მან საკუთარი ენით გააბნია ყველა სათნოება, თვითონვე გაიშიშვლა თავი და ყველაფერი დაკარგა. მისი გემი უჩვეულოდ და საშინლად დაინთქა. თითქმის ნავსადგურს მიღწეული დაიღუპა და მთელი ტვირთი ჩაძირა. და ჭეშმარიტად, ასეთი რამ დაგმართოს არასწორად წარმოთქმულმა ლოცვამ ნიშნავს იმას, რომ უკვე ნავსადგურში შესული გემი ჩაგეძიროს. აი, ქრისტემაც რად მისცა თავის მოწაფეებს ასეთი აღთქმა. ოდეს ყოთ ბრძანებული თქვენ და თქვით ვითარმედ, მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანაგუედვა ყოფათ, ყავთ, რათა ამით დაეცვა ამ დამღუპელი ვნებისაგან და განერიდებინა მისგან. ხედავთ საყვარელნო როგორ ხდება, როგორც კაცობრივ დიდებას გამოკიდებული ადამიანები, მხოლოდ ამის გამო რომ აკეთებენ სიკეთეს, ვერ ასარგებენ საკუთარ თავს. ასევე, სათნოებათა აღმსრულებელნი ცრუ ოცნებებს თუ აჰყვებიან, კარგავენ ყველაფერს და უქონლები რჩებიან, გთხოვთ, გავექცეთ ამ დამღუპელ ვნებებს და მხოლოდ დაუძინებელ თვალს მივაპყროთ გულისხური. ადამიანთაგან ნურაფრის მიღებას ნუ ვცდილობთ, მათგან ქებას ნუ დავეძებთ და მხოლოდ უფლის ქებით დავკმაყოფილდეთ. ნათქვამია, რომ მორწმუნეს კაცი კი არაა ღმერთი ადიდებს. და რაც უფრო წარვემატებით სათნოებებში, მით მეტ დამდაბლებას უნდა ვეცადოთ და კრძალვა შევიძინოთ. სათნოებათა მწვერვალზეც რომ ავიდეთ, როდესაც ჩვენს კეთილ საქმეებს კეთილსინდისიერად შევადარებთ ღვთისმფრენმოქმედებას, აშკარად დავინახავთ, რომ ჩვენი სათნოებები მცირედაც კი ვერ შეედრება იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებს ღმერთი. აი სწორედ ამ სიმდაბლითა და კრძალულებით განდიდდა ყველა წმინდანი. და ამაში რომ დაგარწმუნო, მოусმინე მთელი სამყაროს მასწავლებელს მას შემდეგ, რაც უდიდესი სათნოებები აღასრულა და რაც ზეგარდამო მოწმობა ესმა, ანუ უფლისგან ნათქვამი. ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი. მას მაინც არ ავიწყდებოდა თავისი ცოდვები, გონებაში ინახავდა მათ და ისინიც კი არ მიუცია დავიწყებისთვის, რომლებზედაც დანამდვილებით იცოდა, რომ ნათლობით მოიპოვა შენდობა. მიუხედავად ამისა, მაინც გოდებს და ამბობს: მე ვარ ნარჩევი მოციქულთაი, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამე თუ სდევნით ეკლესიათა ღმრთისათა. და შემდეგ, იმისათვის, რომ მისი სიმდაბლის სიღრმე სრულად შევიგრძნოთ, დაურთავს: რამე თუ სდევნით ეკლესიათა ღმრთისათა. რას შვრები პავლე, უფალმა კაცმოყვარებით ყველა ცოდვა მოგიტევა და ახოცა და შენ ისევ მათ იხსენებ? ასეა, ამბობს იგი, ვიცი და მჯერა, რომ უფალმა ცოდვებისაგან გამათავისუფლა, მაგრამ როდესაც ჩემს საქმეებზე დავფიქრდები და ღვთის კაცთმოყვარების უფსკვლს დავინახავ, მაშინ დანამდვილებით ვწმუნდები, რომ მხოლოდ მისი მადლითა და კაცთმოყვარებით ვარ მე ის, ვინც ვარ. და ამ ნათქვამს: არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამე თუ სდევნით ეკლესიათა ღმრთისათა, დაურთო, მადლითა ღმრთისაითა ვარ, რა იგი ვარ. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ამდენი ბოროტება გამოვიდა, მისმა გამოუთქმელმა მადლმა და გულმოწყალებამ მომიტევა. ხედავ, ამ მუდმივი შემოსვლებით მოცულ და ჯერ კიდევ ნათლობამდე ჩადენილ ცოდვებზე მწუხარეს სულს, სწორედ ამ მოციქულს მივბაძოთ. ყოველდღიურად გვახსოვდეს და ყოველდღიურად ვიხსენებდეთ ნათლობის შემდეგ, აღსრულებელ ჩვენს ცოდვებს გონებაში შევინახოთ ისინი და საკუთარ თავს მათი დავიწყება არასოდეს დავანებოთ. ეს საკმაოდ ძლიერი აღვირია ჩვენს მოსათვინიერებლად და დასამშვიდებლად. ან პავლეს, ამ დიდსა და მაღალ კაცს რად ვახსენებ? გინდა ისიც ნახოთ ძველი აღთქმის მართლები ამავე სათნოებებით როგორ განდიდნენ. ანუ აურაცხელი ღვაწლით ღვთის წინაშე უდიდესი კადნიერების მოპოვების შემდეგაც რამდენად თავმდაბლებად დარჩნენ? უსმინე ერთი, პატრიარქი უკვე მას შემდეგ, რაც ღმერთი ესაუბრა მას და აღთქმა დაუდო, როგორ ამბობს: მტვერი ვარ და ნაცარი. და რაკიღა პატრიარქი ვახსენე თუ გსურთ, საუბარი დღევანდელ საკითხავზე განვაგრძოთ, რათა მისი განმარტებისას ამ მართალი კაცის უდიდესი სათნოებები დავინახოთ. ნათქვამია: წამოიყვანა თარრამ თავისი ძეები აბრამი და ნაქორი, თავისი შვილიშვილი, არრანის ძე ლოთი და დაატოვებინა მათ ქალდეველთა მიწა ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მივიდნენ ქარანში და იქ დამკვიდრდნენ. თარრამ 205 წელი იცოცხლა და ქარანაში მოკვდა. გთხოვთ, ყურადღებით უსმინოთ ამ სიტყვებს, რომ დაწერილის აზრს ჩავწვდეთ. ამ მუხლის დასაწყისი უკვე გაუგებრობას იწვევს. ნეტარი წინასწარმეტყველი, მოსეს გულისხმობ, ამბობს: წამოიყვანა თარრამ თავისი ძეები აბრამი და ნაქორი, თავისი შვილიშვილი, არრანის ძე ლოთი და დაატოვებინა მათ ქალდეველთა მიწა ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მივიდნენ ქარანში და იქ დამკვიდრდნენ. ხოლო ნეტარი სტეფანე, როდესაც იუდეველებს მიმართავს, ამბობს: ღმერთი დიდებისაი ეჩვენა მამასა ჩვენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო ღაიგი შუა მდინარეს, პირველ დამკვიდრებისა მისისა ქარანშინა. და მიერ შემდგომად სიკვდილისა მამისა მისისა დაამკვიდრა იგი ქვეყანასა ამას. რა განაწმინდა წერილი ეწინააღმდეგება საკუთარ თავს?
ღმერთმა ნუქნას, მაგრამ აქედან უნდა დავასკვნათ, რომ რადგანაც ძე აბრაამი იყო ღვთისმოყვარე, ღმერთმა მას რო გამოეცხადა მესოპოტამიის დატოვება უბრძანა. როდესაც მამამისმა თარამე შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ურწმუნო იყო, შვილის სიყვარულით მასთან ერთად წასვლა გადაწყვიტა, ქარანამდე მივიდა, იქ იცხოვრა და მოკვდა. და მხოლოდ ამის შემდეგ ღვთის ბრძანებით გადასახლდა პატრიარქი ქანაანის მიწაზე. და ნამდვილად თარას სიკვდილამდე იგი ღმერთს ქარანიდან არ გაუყვანია. მართლაც სწორედ თარას სიკვდილის შემდეგ უთხრა ნათქვამია უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. კარგად დავაკვირდეთ ნათქვამს, რათა შევიცნოთ პატრიარქის ღვთისმოყვარე სული. ამ სიტყვებს უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ და გავიაზროთ, რაოდენ მძიმეა მისი დავალება. წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. დატოვე ის, რასაც იცნობ და რაც უეჭველად შენია და მას უცნობი და ჯერაც უხილავი არჩიე. ხედავ, იმთავითვე როგორ განისწავლა პატრიარქი, რომ ის რაც არ ენახა, ნანახზე მაღლა დაეყენებინა და მომავალი აერჩია იმისთან შერაებით, რასაც უკვე ფლობდა. მას რაიმე უმნიშვნელოს გაკეთება კი არ ებრძანა, არამედ იმ მიწის დატოვება, რომელზედაც ამდენი ხანი ცხოვრობდა. უნდა დაეტოვებინა ნათესაობა და მამისეულის სახლი და იმ მხარეში წასულიყო, სადაც მიმავალი არც გზა იცოდა და არც რაიმე უწყოდა მის შესახებ. ღმერთს ხომ არ უთქვამს, რომელ ქვეყანაში უპირებდა გადასახლებას. იგი ესოდენ განუსაზღვრელი ბრძანებით პატრიარქის ღვთისმოსაობას ცდიდა. წადი, ამბობს, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. წარმოიდგინე, საყვარელო, რაოდენ ამაღლებული, ყოველგვარი ჩვევისა და ვნებისაგან დამოუკიდებელი სულია საჭირო ამ ბრძანების აღსასრულებლად. მართლაც, დღესაც კი, როდესაც სწორი სარწმუნოება ესოდენ გავრცელებულია, ბევრი მაინც იმდენად მყარად ინარჩუნებს ჩვევებს, რომ ურჩევნია ყველაფერი აიტანოს, ვიდრე თუნდაც მაშინ, როცა ეს საჭიროა მკვიდრი საცხოვრებლი დატოვოს. და ეს მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს კი არ ემართებათ, არამედ მათაც ყოფით ხმაურს განრიდებულებს, მონაზნური ცხოვრება რო აურჩევიათ. ასე რომ ბუნებრივი იქნებოდა მართალი ასეთ ბრძანებას დაებრკოლებინა და მისი აღსრულებას დაეყოვნებინა. წადი, ამბობს, დატოვე ნათესავები და მამისეული სახლი და მიდი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. ვის არ შეაცმუნებდა ასეთი სიტყვები? არც ადგილი მიუთითებია, არც ქვეყანა. ამგვარი განუსაზღვრელობით ღმერთი მართლის სულს ცდიდა. ასეთი რამ სხვისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის რომ ებრძანებინათ, ის ხომ იტყოდა: კარგი და შენ მავალებ დავტოვო მიწა, რომელზეც ვცხოვრობ, ნათესავები, მამის სახლი, მაგრამ რა არ განმიცხადებ იმ ადგილს, სადაც უნდა წავიდე, რომ ბოლოს და ბოლოს ის მაინც ვიცოდე, წასვლა რამდენად შორს მომიწევს. საიდან გავიგო ის მიწა თუ იქნება იმაზე უკეთესი და ნაყოფიერი, რომელსაც ვტოვებ, მაგრამ ამ მართალს მსგავსი არაფერი უთქვამს და უფიქრია. მხოლოდ ამ ბრძანების დიდ მნიშვნელობას ხედავდა და ამიტომ, რასაც ფლობდა, იმას სრულიად უცნობი რამ არჩია. გარდა ამისა, რომ არა მისი მაღალი სული და ბრძენი გონება, რომ არა ღვთისადმი მორჩილების ჩვევა ყოველივეში, დააბრკოლებდა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ვითარება. ესაა მამის სიკვდილი. თქვენ იცით, რომ ხშირად ძალიან ბევრი იქარჩევს სიკვდილს, სადაც მისი მშობლები დაიხოცნენ და სადაც წინაპრების საფლავები ეგულება. მართლაც იგი რომ ასე ღვთისმოყვარე არ ყოფილიყო, ბუნებრივად ამასაც იფიქრებდა. მამამ სამშობლო ჩემი სიყვარულით დატოვა, მიატოვა ძველი ჩვევები, ყველა დაბრკოლება გადალახა და აქამდე მოვიდა. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ჩემ გამო მოკვდა უცხო მიწაზე. მე კი მისი სიკვდილის შემდეგაც არ ვცდილობ იმავეთი გადაუხადო. არამედ მივდივარ და მის კუბოსაც აქ ვტოვებ, მაგრამ არაფერს ამდაგვარს არ შეეძლო მისი გადაწყვეტილების შეცვლა. ღვთის სიყვარულმა ის მოიმოქმედა, რომ ყველაფერი ადვილად და მოსახერხებელად ეჩვენებოდა. მართლაც მას რომ კაცობრივი წარმოდგენებით ეხემძღვანელა, შეეძლო მაგალითად ასე ეფიქრა: მე უკვე ამ ასაკში ვარ და ღრმა სიბერეს უახლოვდები. აბა სად უნდა წავიდე? ძმათან არ წამომიყვანია და არც ერთი ნათესავი არ მახლავს გვერდით. სისხლით ნათესავს ყველას მოვშორდი. როგორ წავიდე უცხო ქვეყანაში ასე მარტოდ და ყარიბად? ისიც კი არ ვიცი, როგორ დასრულდება ჩემი მწირობა. და ახლა შუა გზაში თუ მოვკვდი, მთელი ეს შფოთი რაღაც მომიტანს. ვინ დამმარხავს მე, ყარიბს უგვაროსა და უსახლკაროს? ჩემი ცოლი მეზობლებისაგან ვერ ითხოვს, რომ მცირეოდენი თანაგზნობა გამოიჩინონ და ვერც უკანასკნელი ვალის მოხდას შეძლებს კეთილი ნებით გაღებული მოსაკრებელითა და შესაწირით. ხომ აჯობებს, რომ აქ გავატარო ის მცირეოდენი დრო, ცხოვრებისთვის რომ დამრჩენია, ვიდრე მოხუცებულ ასაკში აქეთ-იქით ვიხეტიალო და ყველასგან ავიტანო დაცინვა იმის გამო, რომ ამ ასაკშიც კი ვერ შევძელი მშვიდად ცხოვრება, ადგილზე ვიცვლი და არსად ვჩერდები? მსგავსი არაფერი უფიქრია მართალს და ღვთის ბრძანების აღსასრულებლად წავიდა. ვიღაც იტყვის, რომ მისი ამგვარი განწყობისათვის კმაროდა მხოლოდ ღვთის სიტყვა. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. არადა, სწორედ ამ სიტყვებს
ის რომ უკიდურესად ღვთისმოყვარე არ ყოფილიყო შეეძლო მისი გულის გაგრილება ნაბრძანების შესრულებისას. მას ჩვეულებრივ ადამიანთა მსგავსი რომ ყოფილიყო შეეძლო ეთქვა. რატომ მაგზავნი უცხოეთში და უცხო მიწაზე მისვლას რად მავალებ, აქ რატომ არ მაგცევ ასეთად? რად არ მანიჭებ შენს კურთხევას ახლა, როდესაც მამის სახლში ვცხოვრობ? მაშინ რა იქნება თუ იქ მისვლამდე, სადაც მაგზავნი მოგზაურობის სიმძიმე ვერ ავიტანე და მოვკვდი? მაშინ რაღაც მარგებ შენი აღთქმული. არაფერი ამის მსგავსი. მან დაფიქრებაც კი არ ისურვა. არამედ კეთილმორჩილ მონასავით მხოლოდ ბრძანების აღსრულებაზე ფიქრობდა. არც ცნობის მოყვარეობა გამოულენია. არც ჩახკითხვია რამეს. არამედ დაემორჩილა სრულიად დარწმუნებული, რომ შეუძლებელია ღვთის აღნათქვამი გამტყუნებულიყო. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. დიდებული აღთქმაა. გაქცევ დიდ ხალხად, ამბობს, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს. არა მხოლოდ დიდი ხალხის წინამძღოლად გაქცევ და განვადიდებ შენს სახელს, არამედ გაკურთხებ და კურთხეული იქნები. ეს ნიშნავს, მე შენ ისეთ კურთხევას მოგანიჭებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაყვება. შენ ისეთი კურთხევა გექნება, რომ შენთან ნათესაობას ნებისმიერი დიდ პატივად ჩათვლის. ხედავ, ჯერ კიდევ როდიდან უცხადებს ღმერთი იმ განდიდების შესახებ, მისთვის რომ სურს. გაქცევ დიდ ხალხად, ამბობს, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. აი რატომაა, რომ იუდეველები, რომლებიც ასე ამაყობენ პატრიარქით, ცდილობდნენ მასთან ნათესაობა ყველგან გამოეხატათ და ამბობდნენ, ჩვენ აბრაამის ძეები ვართ. მაგრამ რადგანაც მათ იცოდნენ, რომ თავიანთი ბოროტი ჩვეულებების გამო ამ ნათესაობას არ იმსახურებდნენ, ქრისტე ეუბნება მათ. უკვე თუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ასევე იოანეც, ზაქარიას ძე, როდესაც მასთან იორდანეში მონათვლის მსურველები მიდიოდნენ, ეუბნებოდა მათ, ნაშობნო იქედნეთანო. ვინ გიჩვენა თქვენ სიულტოლაი მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკვე ნაყოფი ღირსი სინანულისაი და ნუ გონებთ და იტყვით თავით თვისით. მამაი გვივის ჩვენ აბრაჰამი. რამე თუ გეტყვით თქვენ, ვითარმეთ. შემძლებელ არს ღმერთი აღდგინება თქვათა ამადგან შვილად აბრაჰამისა. ხედავ, ყველასთვის რაოდენ დიდი იყო პატრიარქის სახელი. მაგრამ ჯერჯერობით, როდესაც ეს ყოველივე არ ამხდარა, მხოლოდ მართლის ღვთისმოსაობას ვხედავთ, რადგან ღვთის სიტყვა ირწმუნა და რაც ძალიან მძიმე ჩანდა, ადვილად მიიღო. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს, ამბობს, და დავწყევლი შენს მაწყევარს. შენში იკურთხება ყველა ტომი დედამიწაზე. შეხედე, როგორ მდაბლდება ღმერთი და კეთილნებას უცხადებს პატრიარქს, ეუბნება. ჩემს მეგობრებად იმათ ჩავთვლი, ვინც გულწრფელად კეთილს ისურვებს შენთვის, ხოლო მტრებად მათ, ვინც შენ წინააღმდეგ იბრძოლებს. ამგვარად, ერთობ დიდია საყვარელნო, ღვთის კურთხევა პატრიარქზე. ამბობს, ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. შენში იკურთხება ყველა ტომი დედამიწაზე. აი კიდევ ერთი წყალობა. იგი ამბობს, რომ დედამიწაზე მოსახლე ყველა ტომი შეეცდება, რომ იკურთხოს შენი სახელით და შენი სახელის ტარებაზე მეტ დიდებად არაფერს მიიჩნევს. გაიგეთ საყვარელნო. როგორი იყო ღვთის ბრძანება ერთი ქალდეველი მოხუცის მიმართ, რომელმაც არც რჯული იცოდა, არც წინასწარმეტყველებები წაეკითხა და არც სხვა რაიმე დამოძღვრა მიეღო? ხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ბრძანება. რაოდენ მაღალი და დიდებული სული იყო საჭირო მის აღსასრულებლად. შეხედეთ პატრიარქის კეთილმორჩილებასაც, როგორც მას წერილი წარმოგვიდგენს. უბრალოდ კი არ ამბობს. წავიდა აბრამი, არამედ როგორც უბრძანა მას უფალმა. ანუ ის ყველაფერს ასრულებდა, რასაც ითვალისწინებდა ბრძანება. ღმერთმა უთხრა, რომ მას ყველაფერი უნდა მიეტოვებინა, ნათესავებიც, სახლიც და მანაც დატოვა. უთხრა, რომ უნდა წასულიყო იმ მიწაზე, რომელიც არ იცოდა და დაემორჩილა. დაჰპირდა. გაქცევ დიდ ხალხად და გაკურთხებ და ირწმუნა, რომ ეს ასეც მოხდებოდა. ერთი სიტყვით, როგორც უბრძანა მას უფალმა, ისე წავიდა. ანუ ღვთის სიტყვები დაიჯერა. ოდნავადაც არ მერყეობდა და არ ეჭვობდა. და მტკიცე სულითა და გადაწყვეტილებით მიდიოდა. სწორედ ამიტომ ღვთისაგან უდიდეს წყალობას ეღირსა. ნათქვამია, მასთან ერთად წავიდა ლოთი და თუ კი უფალმა მას უთხრა, წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენის სახლიდან. მაშ ლოთი რაღაც წაიყვანა. ცხადია, არაურჩობით. რადგანაც ლოთი ახალგაზრდა იყო და აბრაამი მას მამასავით ჰყავდა. ლოთს ხომ აბრაამის მიზდამის სიყვარულისა და მშვიდიზნის გამო არ სურდა, მოშორებოდა მართალს. ამავე მიზეზით არ სურდა მისი დატოვება აბრაამსაც. აბრაამი მას უკვე შვილივით უყურებდა, რადგანაც ამასაკამდე მიღწეულს სარას უნაყოფობის გამო საკუთარი შვილი არ ჰყავდა. თანაც ამ ყმაწვილის ზნე არც ისე განსხვავდებოდა მართლის ზნისაგან. თვით ის ფაქტიც, რომ ლოთმა ორი ძმიდან სწორედ აბრაამი ამოარჩია, მიუთითებს იმაზე, რომ მას ყოფნიდა გონება განსასჯელად და გადასაწყვეტად, რომელი ბიძისთვის მიენდო თავისი ბედი. გამგზავრების გადაწყვეტილება უკვე ლოთის კეთილზნეობაზე მეტყველებს. მართალია, მოგვიანებით მან რამდენადმე შესწოდა კიდეც, როდესაც თავისთვის საუკეთესო მიწები დაიტოვა, მაგრამ მართლის კვალზე სიარულს ყოველთვის ცდილობდა. აი რატომაა, რომ აბრაამმა თანამგზავრად სწორედ ის წაიყვანა და მანაც დიდი მზადყოფნით გაცვალა შინაური ცხოვრება ხეტიალზე.
შემდეგ იმის შესატყობინებლად, რომ უფალმა ეს პატრიარქს სიყმაწვილეში კი არ უბრძანა, არამედ იმ ასაკში, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა სულაც არ არის სამოგზაუროდ განწყობილი, წერილი ამბობს. ქარანიდან გასვლისას აბრამი 75 წლისა იყო. ხედავ, რომ ვერც ასაკი, ვერც სხვა რამ, რასაც მისი შინაურ ცხოვრებასთან მიჯაჭვულობა უნდა გამოეწვია, ვერ ექცა მას დაბრკოლებად. პირიქით, ღვთის სიყვარულმა ყველაფერი დაამარცხა. ასია. როდესაც სული ფხიზლობს და ყურადღებას არ ადუნებს, ყველა დაბრკოლებას ძლევს, მთელი არსებით მიელტვის საყვარელ საგანს და რასიძნელეც არ უნდა შეხვდეს, ვერაფერი შეაჩერებს, არამედ ყველაფერს გვერდს აუქცევს და სასურველის მოპოვებამდე არ შეჩერდება. აი რატომაა, რომ სიბერისა და სხვა აურაცხელი დაბრკოლების მიუხედავად ამ მართალმაც ყველა ბორკილი გაწყვიტა, მხნედა ყოველმხრივ თავისუფალი ყმაწვილის მსგავსად ისწრაფა და ღვთის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულება არჩია. და თუ კი ვინმე დიდებული და ბრწყინვალე საქმის აღსრულებას განიზრახავს, ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, თუ დროულად არ შეირაღდება ყოველივე იმის წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამ საქმეს. მართალმა ეს კარგად იცოდა. ამიტომ ყური აღარ ათხოვა ჩვევებს, ნათესაობას, მამის სახლს, მის საფლავს, თვით საკუთარ სიბერესაც კი. მთელი ფიქრები იქით მიაპყრო, თუ როგორ უნდა აღესრულებინა უფლის ბრძანება. და აი საკვირველი სანახაობა წარმოგვიდგება. ღრმად მოხუცებული ადამიანი ასევე მოხუც ცოლთან და მრავალრიცხოვან მონებთან ერთად აიყარა და გადასახლებას აპირებს. თანაც ისე, რომ არც კი იცის, როგორ დასრულდება მისი მწირობა. და თუ კი იმასაც წარმოვიდგენთ, თუ იმ დროს როგორ ჭირდა მგზავრობა მაშინ, დღევანდელისგან განსხვავებით, აქ სიტყვაში დღევანდელი იგულისხმება მეოთხე საუკუნე თავისუფლად სიარული და მოხერხებულად მოგზაურობა შეუძლებელი იყო, რადგანაც ყველა ადგილს თავისი მთავრობა ჰყავდა. ამიტომ ნებართვისათვის მგზავრები ერთი მთავრობიდან მეორესთან უნდა გადასულიყვნენ, რადგანაც ერთი სამეფოდან მეორეში გადასვლა თითქმის ყოველდღიურად უწევდათ. მარტო ეს ვითარებაც კი იკმარებდა მართლის დამაბრკოლებლად, იგი რომ ღვთისადმი უდიდესი სიყვარულით სავსე და მისი ნების აღსრულების სურვილით ავსული არ ყოფილიყო. მაგრამ მან ობობას ქსელივით დაარღვია ყველა ეს დაბრკოლება. გონება სარწმუნოებით განიმტკიცა და დანაპირების დიდებულებით შთაგონებული გზას დაადგა. აბრამმა თან წაიყვანა თავისი ცოლი სარა, ძმისწული ლოტი, ქარანში დაგროვილი მთელი ქონება და ქარანში დაბადებული ყველა ყრმა. ისინი დაადგნენ ქანაანის მიწისკენ მიმავალ გზას და მივიდნენ ქანაანის მიწაზე. დააკვირდი, როგორ მოგვითხრობს წერილი. როგორ გადმოგცემს ყველაფერს ისე, რომ ჩვენ მართლის ღვთისმოსაობას ჩავწვდეთ. წაიყვანა ამბობს თავისი ცოლი სარა, ძმისწული ლოთი, ქარანში მთელი დაგროვილი ქონება. უმიზეზოდ კი არ უთქვამს. ქარანში მთელი დაგროვილი ქონებაო. იმისთვის, რათა ჩვენ შევიტყოთ, რომ მას ქალდეურიდან არაფერი წაუღია. რომ პირიქით მთელი მამის ქონება ძმას დაუტოვა და მხოლოდ იმით გამოვიდა, რაც ქარანში შეიძინა. და რაც წაიღო არა იმიტომ, რომ ქონებას უფრთხილდებოდა. ამით არც მომხვეჭელობა გამოულენია. არამედ მას სურდა თავისი ქონებით დაემოწმებინა, რომ ღმერთი ზრუნავდა მასზე. იგი, ვინც აბრაამი ქალდეის მიწაზე მიიყვანა, შემდეგ კი აქაურობის დატოვებაც უბრძანა, თავად ზრუნავდა მისი ქონების გამრავლებაზეც და ყოველდღიურ განსაცდელთაგან განრიდებაზეც. ამიტომ ის, რომ აბრაამთან გაიყოლა მთელი ქონება, მის სულიერ ღვთისმოსაობაზე მეტყველებდა. ყველა გზად შემხედრი უეჭველია მოინდომებდა მართლის მოგზაურობის მიზეზის გაგებას. შემდეგ, როდესაც შეიტყობდა, რომ მან თავისი საკუთრება სამშობლოში დატოვა და ღვთის ბრძანებით უცხო ქვეყანაში გადასახლებას აპირებს, დარწმუნდებოდა მართლის ღვთისათნო მორჩილებაში და იმაშიც, რომ მართლაც დიდია ღვთის განგებულება მასზე. გამოვიდნენ და მივიდნენ ქანაანის მიწაზე. ამბობს წერილი. საიდან მიხვდა, რომ სწორედ აქ დასრულდა მისი მწირობა, თუ კი ბრძანება ასეთი იყო. წადი, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. ალბათ ესეც ღმერთმა განუცხადა მას, სულ მააჩვენა მიწა, რომელზეც მისი დასახლება სურდა. მართლაც, როდესაც ღმერთი მას უცხადებდა თავის ნებას, სწორედ ასე განუსაზღვრალად მიანიშნა წადი. იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ, რათა მართლის სათნოება კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ჩვენთვის. შემდეგ, როდესაც აბრაამმა მთელი მზადყოფნით გააკეთა ყველაფერი, რაც მას ევალებოდა, ღმერთმა მაშინათვე განუცხადა მას იმ მიწის შესახებ, რომელზედაც მისი ცხოვრების გაგრძელება ჰქონდა განზრახული. რა კი მართლის სათნოებები წინ და წინ უწყოდა, ღმერთმა იგი ისე გამოიხმო თავისი სახლიდან, რომ ძმის წაყვანაც კი არ უბრძანებია. რადგანაც სურდა იგი პალესტინის მთელი მოსახლეობის და შემდეგ კი ეგვიპტელთა მასწავლებლად ექცია. ხედავ, რომ სათნოებაცა და ცოდვაც ბუნებაზე კი არა, ჩვენს პირად თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. აი პატრიარქიდან ნაქორი. ბუნებით ისინი ძმები იყვნენ, მაგრამ გულის განწყობით ეს ასე არ იყო. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა ესოდენ დიდ სათნოებებს მისწვდა, ნაქორი მაინც ცდომილებაში რჩებოდა. ეს კი ყოველდღიურად წარემატებოდა ღვივსათნო სათნოებათა გზაზე. მივიდნენ ქანაანის მიწაზე. ნათქვამია გაიარა აბრამმა მთელი ის მიწა მთელ სიგრძეზე, სიქემამდე, მაღალ მუხამდე. წერილი მიუთითებს ქანაანის იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც მართალი დასახლდა. შემდეგ იმისთვის, რომ მივხვდეთ რა მდგომარეობაში იყო მაშინ ეს მიწა, ამბობს: ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმ ხანად ქვეყანაში.
ნეტარი მოსე ამას საგანგებოდ შენიშნავს, რათა პატრიარქის ღვთისმოსავის სული შევიცნოთ. რამდენადაც ეს ადგილი ქანაანელებით უკვე იყო დასახლებული, აქ მას მწირისა და მოხეტიალის სახით მოუწევდა ცხოვრება ვიღაც განკიცხული ღატაკის მსგავსად, რომელსაც შესაძლოა თავშესაფარიც კი არ ჰქონდა. და მაინც მას ამაზე რტვინვა არ დაუწყია და არ უთქვამს. რა არის ეს? მე, ვისაც ქანაში ასე მაფასებდნენ და პატივს მცემდნენ, ახლა როგორც უგვარომ, როგორც ლტოლვილმა და მწირმა, იქაც და აქაც ვიღაცის მოწყალებით უნდა ვიარსებო, ღარიბული თავშესაფრით დავკმაყოფილდე. ან იქნებ ამის მიღებაც კი ვერ შევძლო, კარავსა და ქოხში მომიხდეს ცხოვრება და სხვა ყოველგვარი უბედურების ატანა? ამას ნიშნავდა განა სიტყვები. წადი და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები? რა მშვენიერი დასაწყისია. სამომავლოდ რაღაც სიკეთეს უნდა ველოდო. მართალს ამ მდგომარეობაშიც კი არ მიუცია უფლება თავისთვის რაიმე ასეთი ეთქვა, ან დაეჭვებულიყო. პირიქით, მთელი გულითა და რწმენით ღვთის აღქმას მინდობილი, სულით შეურყეველი დარჩენისთვისაც სულ მალე მიიღო მაღლით ნუგეში. მაგრამ ჩვენს დიდხანს რომ არ გაგვიგრძელდეს სწავლება, აქ შევჩერდეთ და დავასრულოთ სიტყვა. შევთხოვთ თქვენს სიყვარულს, რომ ამ მართლის სულიერ განწყობილებას მიბაძოთ. ჭეშმარიტად, ძალიან უცნაური იქნება თუ ამას არ ვიზამთ. ჩვენ ხომ ნახეთ ამ მართალმა კაცმა საკუთარი მიწიდან უცხო მიწისაკენ მიხმობილმა რაგვარი მორჩილება გამოხატა. ვერც სიბერემ, ვერც სხვა ნახსენებმა დაბრკოლებებმა, ვერც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელმა უხერხულობებმა, ვერც სხვა სიძნელეებმა წესით რომ და შეეჩერებინა, იგი ვერ შეძლეს დაეუკებინათ მისი მორჩილების ძალა. ყოველგვარი ბორკილი დაარღვია და იგი მოხუცებული ღვთის ბრძანებულის აღსასრულებლად, ცოლთან, ძმისშვილთან და მონებთან ერთად მხნე ყმაწვილივით მირბოდა და ისწრაფოდა. ჩვენ კი პირიქით ვართ. მიწიდან არა მიწისაკენ, არამედ ზეცისკენ ხმობილნი, არა მარტო ამ მართლის მსგავს გულმოდგინებასა და მორჩილებას ვერ ვავლენთ, არამედ რაღაც ცარიელ და უმნიშვნელო მიზეზებსაც ვიშველიებთ ხოლმე. არც ღვთის აღნათქვამის დიდებულება გვიზიდავს. არც ყოველივე ხილულის როგორც მიწიერისა და დროებითის წარმავალობა, არც მხმობელის ღირსება. არამედ, პირიქით, ისეთ უყურადღებობას ვავლენთ, რომ დროებითი მარადილზე უპირატესი ხდება ჩვენთვის, მიწა ზეცაზე, უსასრულოს კი იმაზე დაბლა ვაყენებთ. რაც გამოჩენისთანავე გაქრება ხოლმე. მითხარით, მაგალითად, როდემდე უნდა ვავლენდეთ ასეთ სიხარბეს ფულის შეგროვებაში? როდემდე უნდა გვიპყრობდეს ეს შეშლილობა და ყოველდღიურად ვყავდეთ შეპყრობილი ამ ტანჯველ ნებას, ძღომას ვერ ვიგებდეთ და ლამის მთვრალებზე უარესები ვიყოთ? როგორც მთვრალებს ემართებათ ხოლმე. რაც მეტ ღვინოს სვამენ, მეტად წყურიათ და მეტად შემოენთებათ ცეცხლი, ასევე ფულისადმი ძლიერი ვნებით შეპყრობილები ვერასოდეს მშვიდდებიან და პირიქით, რაც მეტს იღებენ, მით მეტი ალის წვავთ და მეტად აღიგზნება ცეცხლი. განა ვერ ვხედავთ, რომ ისინი ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა, ვინც, ასე ვთქვათ, მთელი სამყარო შეიძინა, აქედან შიშველი და უქონელი წავიდა, მხოლოდ ის გაჰყვა თან, რაც სასჯელსა და პასუხისგებას მოუტანდა. ვერცხლის მოყვარის ქონებას როგორც წესი, სხვები იყოფენ. ხოლო თავად მარტო ის მიაქვს, რის გამოც მტანჯველ სასჯელს დაიმსახურებს და ვერც ვერაფერი ანუგეშებს. მითხარით, რა იწვევს ცხონებისადმი ჩვენს ესოდენ უზრუნველობას და საკუთარ სულთან ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს უცხო იყოს იგი? განა არ გსმენია, რას ამბობს ქრისტე. რა იმისცეს კაცმა ნაცვლად სულისა თვისისა? ანდა, რა ისარგებელეყოს კაცსა, უკვე თუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს. რა შეედრება სულს? მთელი სამყაროც რომ დაასახელო, მაშინაც კი ვერაფერს იტყვი. მართლაც როგორც ქრისტე ამბობს, რა ისარგებელეყოს ადამიანს, თუნდაც სოფელი ყოველი მოიპოვოს და საკუთარ სულს კი ავნოს, რომელზეც ახლოს არავინა ამასთან. და ამ სულს ყველაზე ძვირფას სწორედ მას, რომელზეც ამდენი უნდა გვეზრუნა, ჩვენ ასე უზრუნველად ვტოვებთ და ვწირავთ ყოველდღიური ტანჯვისთვის, ხან ვერცხლის მოყვარებით მოცულს, ხან თავშეუკავებლობით ტანჯულს, ხან მრისხანებით დამცირებულს და თითოეული ამ ვნებით სხვადასხვაგვარად აშფოთებულს და მასზე თუნდაც დაგვიანებით, მცირედადაც კი არ ვზრუნავთ. ამიტომ გთხოვთ, ვიდრემდე დრო გვაქვს, ცოდვის სიბილწე უხვი მოწყალებით განვიბანოთ და მისითვე დავშრიტოთ ჩვენ ცოდვების ალი. რადგანაც ნათქვამია, აღგზნებულ ცეცხლს წყალი აქრობს და ცოდვებს მოწყალება განწმედს. და ჭეშმარიტად, სხვას ისე არაფერ შეუძლია გენიის ცეცხლისგან ჩვენი გადარჩენა, როგორც უხვად გაღებულ მოწყალებას. თუ კი ჩვენ მას მცნებების დაცვით გავიღებთ, ანუ არა ამ პარტავნების, არამედ ღვთისადმი სიყვარულის გამო, მაშინ ჩვენი სულის სიბილწის გამბანვასაც შევძლებთ. და მივემთხვევით ღვთის კაცთმოყვარებას მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.